Psalmoni 93. Shir mizmor liasap. Galoba psalmoni asapisa. Elohim al domilach al techerash vial tishkot el. Ღმერთო, ნუ დადუნდები ყურს ნუ მოიყურებ და დამშვიდდები ღმერთო. Ქიქინე ოივეხა იჰამაიუნ უმესანეხა ნასეუროშ. რადგან ახლა შენი მტრები ხმაურობენ და შენმა მოძულეებმა თავი წამოყვეს. ალამეხა იარიმუ სოდ ვეეთაღაცუ ალცებუნეხა. შენი ერის საწინააღმდეგო მზაკრობენ საიდუმლოდ და თათბირობენ მასზე, ვისაც შენი ფარავ. ამერუ ლეხო ვენახიდემ მიგოი ველოიზახე შემ ისრაელ ოდ. თქვენს მოდით ამოვძირკოთ ისინი როგორც ერი და აღარ იხსენებოდეს სახელი ისრაელისა. კინოაცუ ლევიახტავ ალიხა ბერით იხროთუ. მოითათბირეს ერცურონ და ჩვენს წინააღმდეგ შეკრეს პირობა. ახოლე ედომ ვეიეშმელი მოავ ბეხაგრიმ. ედომელთა ბანაკებმა და ისმაილიანებმა მოამა და აგარის ნაშიერმა. გევალ ვიამონ მამალეკ ფელეშეთ იმ იოშევე ცორ. გებალმა ამონმა და ამალეკმა ფილისტიმელებმა ცორლებთან ერთად. გამაშუმ ნილვა იმამ ჰაიუ ზეროვა ლიბნე ტოვსელა. აშურიც მათ დაუმეგობრდა და შეიქმნენ სახსარნი ლოტის ზეთათვის. ასე ლახემ ქემიდიან ქესისრა ხეიავინ ბენახალ კიშონ. დამართე მათ ისევე როგორც მიდიანს, როგორც სისერას, როგორც იაბინს კიშონის ხევზე. ნიშმედუ ვედორ ჰაიუ დომენ ლაადამა. განადგურდნენ ისინი ენდორში სასუქად იქცნენ მინდვრისთვის. შითემო ნიდევო ნედიბემო ქეღორევ ვეხიზეევ უხსევახ უცალმუნახ ქოლ ნესიხემო. მოეკეცი მათ დიდებულებს, ისევე როგორც ყორებს და როგორც ზებს და როგორც ზებახს, როგორც ცალმუნახს, ყველა მათ თავადს. აშერ ამერუ ნირეშა ლანუ ეთ ნეოთ ელოჰიმ. რო ამბობდნენ დავიმკვიდროთ ჩვენთვის სამკვიდრებელი ღვთისა. ელოჰაიში თემო ხაგალგალ ქეკაშ ლიფნე რუახ. ღმერთო ჩემო, ყავისინი ვითარცა ბზე, ვითარცა ნამჯა ქარში. ქეეშ ტივარ იარ უხლეხავა თელახეთ ჰარიმ. ვითარცა ცეცხლი დამწველი ტყისა, ვითარცა ალი მთების მბუგავი. ქენთირდეფერ ბესაღარეხა უსუფათეხა თევაჰალემ. ისე დაედევნენ მათ შენი რიცხვი და შენი ქარიშხლი შეაწიწუნე ისინი. მალე ფენეხემ კალონ ვივაქშუ შიმხა ადონაი. ავსე მათი პირის რიცხვით რომ ეზევდნენ შენ სახელს იახვე უფალო. იევოშუ ვეიბაჰალუ ადეად ვეიახფერუ ვეიოვედუ. შერცხვებიან და შეწუდებიან სამარადჯამოდ და სირცხვილ ნაჭამნი დაიღუპებიან. ვეიდეგუ კი ათა შიმხა ადონაი ლევადიხა ელიონ ალკოლ ჰარեց. და მიხვდებიან რომ შენი სახელი იახვე უფალი, მხოლოდ შენ ახალ უზენაესი მთელს ქვეყნიერებაზე. Psalmoni 94. ლამნაციახ ალ ჰაგითით ლიბნე კორახ მიზმორ. გუნდის ლოტბარს გათითის ხმაზე კორახის ზეთა ფსალმუნი. მაიედითოთ მიშქენოთეხა ადონაი ცევაოთ. რაუდენ სასურველია შენი სადგომები იახვე ძალთა ცაბაოთ უფალო. ნიხსეფა ვეგამ ქალეთა ნაფში ლეხაცროთ ადონაი ლიბი უსარი ერანენუ ელ ხაი. ნატრობს და ელთვის კიდეც ჩემი სული იახვე უფლის ეზოებს, გული ჩემი და სხეული ჩემი უმღერიან ცოცხალ ღმერთს. გამციფორმაცია ვაით უდრორ კენ ლა ხაშერ შათა ეპროხეხა ეთ მიზბეხოთეხა ადონაი ცევაოთ მალქი ველოჰაი. ჩიტმას კი ხპოვა ბინა და მერცხალმა ბუდე თავისთვის, რომ ჩასხას თავისი ბარტყები შენ სამსხვერპლოებთან. იახვე ძალთა,
ცაბაოთ უფალო, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო. აშრე იოშებებეთეხა, ოდ იეხალელუხა სელა. ნეტარ არიან შენ სახლში მსხდომნი, რომლებიც მარაჟამს გადიდებენ, სელა. აშიადამ ოზლოვახ, მესილოთ ბილბაბამ. ნეტარ არს კაცი, რომლის ძლიერება შენშია, რომელთაც გული შენი საწმინდარისაგან მოუწევთ. ოვრე ბერემეკ ჰაბახა მარიან იეშითუხუ გამბერახოთ იაღდე მორე. გლოვის ველზე გავლენი წყალოს აღმოაჩენენ და კურთხევით დაფარავს მათ ადრეული წვიმების შემოდგომისა. ილეხუ მეხაილ ელ ხაილ იერაე ელ ელოჰიმ ბეციონ. იულიან ძალითი ძალადმდე გამოცხადდებიან ღმერთთან სიონში. ადონა ელოჰიმ ცევაოთ შიმღა თეფილათი ჰაზინა ელოჰე იაღაკოვ სელა. იახვე უფალო, ღმერთო ძალთა, ცაბაოთ ღმერთო, ისმიდა ჩემი ლოცვა, ყური მომაპყარ ღმერთო იაკობისა. სელა. მაგინენუ რე ელოჰიმ ვეხაბეთ ფენე მეშიხეხა. ჩვენო ფარო, დაინახე ღმერთო და შეხედე სახეში შენს ცხებულს. ქიტო ვიომ ბახაცერეხა მეალებ ბახართი ჰისტოფებ ბებეთ ელოჰაი მიდურ ბეხოლერეშა. რადგან ერთი დღე შენს ეზოებში 1000-ჯერ უმჯობესია ღმერთის სახლის ღრუბთან დგომას ვარჩევ, ვიდრე ბოროტების კაროებში ბინადრობას. ქიშემე შუმაგენ ადონაი ელოჰიმ ხენ ვეხავოთ ითენ ადონაი ლო იმნაღ დო ლახოლეხიმ ბეთამიმ. რადგან ზედა ფარია იახვე უფალი ღმერთი, მალსა და ღირსებას მისცემს იახვე უფალი, სიკეთეს არ დაუჭერს უბიწოთ მოაროვთ. ადონაი ცევაოთ აშრია და ბოტეახ ბახ, იახვე ძალთა, ცაბაოთ უფალო, ნეტარია კაცი შენზე მონდობილი. აი შეხედეთ მეგობრებო, 94 ფსალმუნი და 93 ფსალმუნი საოცარ ინფორმაციას გვაწვდის ჩვენ უზენაესზე, ცაბაოთ უფალზე და მის ცხებულზე. ეს არის, ეხლა ვიკეთყვით რომელი მუხლია. მეცხრე მუხლი, ჩვენო ფარო, დაინახე ღმერთო და შეხედე სახეში შენს ცხებულს. აი ორ პიროვნებაზე არის ხალხო საუბარი, იესო ქრისტე აქ არ საერთოდ არ ფიგურებს. ცაბაოთი ღმერთი იესო ქრისტე არ არის. ანუ დავითის თხოვს მამაზე ციერს, რომ შეხედოს თავის ძეს, ანუ ცხებულ სახეში. ცხებული ვერ იქნება საკუთარი თავიდან, ღმერთი იყო საკუთარი თავიდან არ გამოდის არა. მამა შობს ძეს, აჩენს ძეს, მაგრამ ძეს მამის გაჩენა არ შეუძლია. და მარადიულად როგორ ეყოლებოდა ძე. ეს არის ერეტიკოსების აზრი. აი ვინც ებრაული იცის კარგად და ერკვევა იუდაიზმში, ის ეგეთ სისულელეს არ აყოლა, ეგეთ დეზინფორმაციას. თან აქ გამახველებულია ყურადღება რაზე, ნახეთ 93 ფსალმუნის ბოლო მუხლზე. ვიედეღუ ქიათა შიმხადონაი ელევადეხა ლიონ ალკოლ ხარეც. ეს ქართულად არის მიხვდებიან რომ შენი სახელია იახვე უფალი, ანუ ცაბაოთ უფალი, მხოლოდ შენ ახარ უზენაესი მთელს ქვეყნიერებას. მხოლოდ შენ ახარო. აქ არ გულისხმია არც იესო, არც სხვა ვინმე პიროვნება, თუნდაც კაცის ძე, ხო, შეიძლება ახსენებს სამურებში კაცის ძეს, მაგრამ აქ კაცის ძეს არ ახსენებს. ამ უზენაესობაში არა, ამის უამნება იახვე უფალს. იახვე კიდე ებრაელების მამა ღმერთი არის, ყველაზე მამაზესიერი. ცევაოთ იახვე არის, ცებაოთ უფალი. იახვეს მაგირად ამათმა ჩათარგმნეს უფალი. აქ წერია 93 ფსალმუნის მე-19 მუხლში ებრაულად და ქართულად არის 92 ფსალმუნის ბოლო მუხლი. რომ მიხვდებიან რომ შენი სახელია ცაბაოთი უფალი, მხოლოდ შენ ახარ უზენაესი მთელს ქვეყნიერებაზე. აი ესე უნდა ეწეროს, იმიტომ რომ ეხა 94 ფსალმუნი, ანუ ქართულად 93 ფსალმუნი რო იწყება, ამ სიტყვებით იწყება
მაინდითოთ მიშქენოთ ეხა ადონაი ცებაოთ პირდაპირ მიმართავს უკვე მამაზე ციერს რაოდენ სასურველია შენი სადგომები იახვე ძალთა ანუ ცაბაოთ უფალო ესე უნდა იყოს ქართულ ბიბლიაში რომელიც თარგმნეს საპატრიარქოს ბიბლიაში უნდა იყოს მოხსენებული ცაბაოთ უფალი მაგრამ სამწუხაროდ არ არის არც ცაბაოთი არც იახვე მოხსენებული არამედ წერია მარტო ლაშქართა უფალო და ძალთა უფალო და რაღაც ესეთი თარგმანია იახვეს მაგირად ჩაწერეს უფალო და ეს მიუთითეს კიდევაც მარტო მაგათი პრობლემა არ არის საერთოდ ბიბლია რო ითარგმნა ებრაულიდან ეგ სახელი საერთოდ არ ჩაწერეს ამოიღეს და ამ ერეტიკოსებს რო ვეუბნები რომ რატო ამოიღეთ ეს სახელი ბიბლიიდან ჩაწერე რა ყველაფერი ხო რაც ეწერა რატო ამოიღეთ თიშავენ ბლოკავენ ესენი არიან მეგობრებო უმაღლესი დონის მწვალებლები ჯერ სადაურ რელიგია ფსალმუნები არის ებრაული დავითი იყო ებრაელი რა შუაშია საერთოდ ქრისტე აქ ხო დავითი ქრისტეზე კი არ ლოცულობდა კაცო დავითი ლოცულობდა ცაბაოთ უფალზე მამაზე ციაზე ადონაი ცებაოთ აშიად და ამბოდი ახპახ ნახე აი რა მაგარი სიტყვები არის ხო ებრაულად და ამათ ებრაული ენაც ეჯავრებათ იახვე ძალთა ცაბაოთ უფალო ნეტარია კაცი შენზე მონდობილი წარმოიდგინე მიხვდებიან რომ ქვეყანიერებაზე მხოლოდ შენ ახარ უზენაესიო და ეს თავხედები ესენი არა გამოდიან მაინც იძახიან რომ იცი რა ლევან აი ძეთ ვარეყოლებოდა მამას მაშინ ვისი მამა იქნებოდა მარადიულად ეს ავანტყოფები ესენი გეუბნებით მეგობრებო რელიგიამ ხალხი დააზობინა გამოათაყვანა რა ათაყვანისცემებენ რაღაცა იმაზე რაც მათმა ხელებმა გამოძერწა ეს არის მეგობრებო სირცხვი თაყვანისცემა საკუთარი ხელით ნახელავის არ შეიძლება ფორმა გამოსახულება რომ რაღაცას ინფორმაციას ასახავდეს კი ბატონო ღმერთი ხელოვნების წინააღმდეგი არ არის გემოსისას ჩამოასხვევინა სპილენდის გველი მაგრამ თაყვანისცემა კატეგორიულად იკრძალება ადამიანის ხელით გაკეთებულ ნებისმიერ გამოსახულებისა ეს კატეგორიულად აკრძალებულია 115 ფსალმუშიც პირდაპირ წერია მარტო ფსალმუნები მთელი ბიბლია მაგაზე არის ხო არც თაყვანი უცხო ღმერთებს არ გაიკეთო კერპი არ ჩამოასხა მამაკაცის და დედაკაცის გამოსახულება და არ ეთაყვანო მათ არ ილოცო მათზე არ ილოცო თორე ინფორმაციურად იყოს ახლა ინფორმაციურად კათოლიკურ ეკლესიაშიც არის ხატები და ხატული ხატები ზეთით მაგრამ იმას კი ვინმე კი არ აკოცნეს და კი არ ლოცულობს კაცს ის არის ინფორმაცია მთელი ბიბლიური სიუჟეტების გადმოცემული და გვერდზე კედლებზე ჩამწკრივებული არის ყველაფერს თავისი სახელი უნდა მიეცეს ხალხო და საერთოდ არ არის საჭირო ქრისტიანისათვის ხატები, იმიტომ რომ ის ხატი შენში უნდა იყოს აღწერილი ბიბლიური ინფორმაციების სახით. და არა ხატზე დახატო და შორიდან უყურო. მოკლედ, მთელი ეს ერთი კვირა და ახლობით 5-6 დღე მაქვს დებატები. ჯერ YouTube-იო, მერე Facebook-ეო, ვიღაცა უცხო ადამიანები შემოდიან. ქრისტიანი ვაწერიათ. არ მოგწონსო შენი პოსტებიო და რაღაცას მეუბნებიან, დღეს ერთი შემოვიდა კიდე. დამიწყო რომ იესო კაცური ბუნებით ევედრებოდაო ღმერთსო და იმ ღმერთსო საღვთო ბუნებას უწოდა მამაო და არა სხვა პიროვნებას რომელიც საში ზიისო და რაღაცა და მე ვუთხარი კაცო ესე იგი კაცური ბუნებით იესო ქრისტე ღმერთი არც ყოფილა რახან ღმერთს ეუბნება მამას საღვთო ბუნებით მიმართავს იმ მამაში იგულისხმობს საკუთარ თავს რა თქმა უნდა არა ესეთი კითხვები ჩდება რა თუ იტყვიან რომ იესო როგორც კაცი ასე მიმართავდა საღვთო ბუნებასო რომელშიც შედის მამაცსა და ანალოგიურად მამაში იგულისხმა იესომ საკუთარი თავიც მაშინ როგორც კაცი როდის იყო ზეცაში იესო აი სიტყვები რომ ეთქვა მე იმას ვამბობ რაც მამასთან მიხილავსო როგორც კაცს როგორ უნდა ენახა მამა იოანეს სახარების 8:38-ის მიხედვით ხო თუ მათ კაცი ლაპარაკობს მამა ვინ იხილა კაცმა იხილა მამა მამასთან იხილა კაცმა და კაცური ბუნებით გვეუბნება იმას რაც მამასთან იხილა ხო არის შიზოფრენია გამოდის ზეცაშიც იყო მეორე პიროვნება ხო თუ ამ ლოგიკურად მივყვებით გამოდის რომ თვითონ კი არ იყო მამა ვისგანაც მოისმინა არამედ იყო მეორე პიროვნება ვინც მოისმინა მამისგან და არა თვითონ მამა როგორც ერთი ღმერთი სამსახეში აი ავანტყოფები რო ასწავლიან რა სამსახოვანიო სამპიროვანი ერთი ღმერთი ერთი ღვთაებაო ერთ ბუნებას იზიარებენ სულით ავანტყოფები ესენი სხვანაირად ამათ ვერაფერს ვერ უწოდებ რა გამოფხიზლებაც არ უნდათ გაიგე და
მუხლებრივადაც ვერ მიმტკიცება. ანუ მუხლებით რომ მივყვეთ მთელი წმინდა წერილი შინაარს, თუნდაც იესოს სიტყვებს თავიდანვანებოდა, გადავიდეთ ძველ აღთქმაში. ვერსად მეგობრებო, ვერსად მუხს ვერ მანახებს, სადაც იესო ფიგურირებს როგორც უზენაესი ღმერთი. აგრებ სამურებში გაჩვენეთ, ხო? საკმარისია ეგ, თუნდაც ნეორებ სამურის მე-7 მუხლში კუმრანის ტექსტი წერია. დღეს გშობე შენ, ანუ დღეს გავხდი შენი მამა. ძეხარ ჩემი, დღეს გავხდი შენი მამა. დღეს გშობე შენ, იგივეა, რომ დღეს გავხდი მამა შენი, რა. უზენაესი ეუბნება თავის შვილს ძეს პირველ დაბადებულ იესო ქრისტეს ზეცაში. და იესო ქრისტე რომ პირველ დაბადებული არის, ეს ჩანს იგავების 8:25-ის მე გავჩდიო ქვეყნის უწინარესო, ხო? სამყაროს შექმნამდე იყო მამასთან ზეცაში. გვერდით ვყავდი. ხო, ანუ ესე იგი, თუ ბუნებას უწოდა იესომ კაცური ბუნებით, საღვთო ბუნებას უწოდა მამა, მაშინ რომელი ბუნება განკაცდა, ხო? შეხო თუ არის განკაცება მამის ბუნებასაც, თუ არა, მაშინ არის განკაცება მოხდარა. და თუ მეტყვით რომ ღმერთი გახდა კაცი, მაშინ რას ნიშნავს, როგორც კაცი ისევ ედრებოდა მამას? მამას არ შეუძლია საკუთარი თავის გაჩენა? და ასევე იესოს არ შეუძლია გააჩინოს მამაზეცი. თუ მამამა გააჩინა ძე როგორც კაცი, მაშინ ქვეყნის შექმნამდე ვინ ყავდა გვერდით? საკუთარი თავის მეორე მე? იგავების 8:29 ხო არის რომ გვერდით ყავდიო, ხო, როცა ის ცას განამზადებდა. თუ მეტყვი რომ ქრისტე სხეულში მოსვლამდე იყო ზეცაში, მაშინ ვინ იყო ის და რა ერქვა? რა ფორმით იყო და ვისთან ერთად იყო, ხო? იმიტომ რომ წმინდა წერილი გვასწავლის, რომ ის იყო მამასთან გვერდით სამყაროს შექმნამდე. ერეტიკოსების აზრით საკუთარი თავი გაუჩენია ძეს თურმე მამისახი და ძე როგორც კაცი მამას მიმართავდა საღვთო ბუნებას. ანუ როგორც კაცმა კაცური ბუნებით უწოდა მამა ღვთაებრივ ბუნებას და იახვე ცალკე მამა კი არაო, თვითონაო იახვეცო იესო. აი ამათ სისულელეების უკვე ყოველგვარ საგბჯერობას და ყოველგვარ წითელ ხაზებს გადაკვეთა რა. აი ეგეთი სისულელეებია ის მეგობრებო, აი გიჟ ადამიანსაც არ მოუვა ფსიქიატრიულში რო იყოს რა. ისინი დაჯეჭკვიანები არიან ამათან შედარებით. საიდარეებს იგონებენ წარმოიდგენიათ, ესე იგი იახვეო მამა კი არ არისო ებრაელებისო, ანუ საღვთო ბუნებას უწოდა და ამ ბუნებაშიო იესომ საკუთარი თავის თვითონაც იგულისხმაო და იახვე გამოიყენეს სამთავიანი ურჩხული. ხო და ეხლა ჩდება კითხვა მოსესთან ანგელოზი რო ეცხადება მაყლოვან ბუჩქი, იყო თუ არა ეს ერთი ანგელოზი სამება, ღმერთი. თუ იძახიან რომ აბრაამ სამი ანგელოზის სახით ეჩვენაო. რა იქ მოსეს ერთი ანგელოზი რატო ჩამოვიდა? იყო ის ერთი ანგელოზი სამება? გეუბნებით მეგობრებო, სერიოზული სულიერი დაავადებაში სამხალხს რა. ესე იგი რეალობას აცდენილი, რომელიც წინა წერილზეა საუბარი, მუხლებიც კი არიცია. მუხლებს რო ვეუბნები, რომ წაიკითხე მეთქი რომ ვეუბნები, იმ წაკითხulis გააზრებაც არ აქვს. ხო ხედავ აი რა წერია მუხლში, ნახე, უყურე, მე ვარ პირველი და ამასა შემდგომად, ანუ მომავალ თაობასთანაც მევე ვარ. ჩემს გარდა არ არის ღმერთი. ესაიას 44:6 ვერ წავაკითხე ნორმალურად ხალხსა რა. ვინ ნაბობს ამას მეთქი ვეუბნები? ცაბაოთი უფალია წერია, ხო? ვინ არის ცაბაოთი უფალი? ხატი ვანახე, მამაზეციერია იესო უზის პატარა ყრმა კალთაში. აი იესოს რო ხედავ მე, იმის უკან მამაზეციას ვერ ხედავ და იესოს ცაბაოთი საერთოდ არ წერია, ცაბაოთი წერია მამაზეციას. ესე იგი ცაბაოთი ამბობს, ხო, ჩემს გარდა ღმერთი არ არისო და არა ამ ცაბაოთში იესოც იგულისხმება. იესო არ არის, იმიტომ რომ ღმერთი საკუთარ თავს ხო არ ასხებს არა, სხებს მისგან გაჩენილ შვილს. ცხებულებას აძლევს, მისცაო, ხო? რა ვიცი როგორ უნდა ახსნა სხვანაირად არ ვიცი და იცი რას იცახია მე სამება გონებით აუხსნელი. რა არის გონებით აუხსნელი? რა უნდა ახსნა გონებით, როცა არაფერი არ არსებობს? სამება არ არსებობს და როგორ უნდა ახსნა გონებით? ის რაც არ არსებობს. ანუ ამათ ლოგიკით საკუთარი თავი დაბადა, გამიგე? მეორე ჰიპოთეზის სახით უზენაესმა რა. და ვიღაცა ხო გააჩინა რომ დაბადა, ხო? ხო დაიბადა რა, ესე იგი უზენაესი დაიბადა საკუთარი თავიდან. როგორ შეიძლება დაუშვათ რომ მამა და ძე ერთი და იგივეა? ეს არის თავხედობის შედეგი და სრული სიბრმავე. აი რასაუნს ეპიფანე კვიპრელი ამ თემასთან დაკავშირებით. როგორ შეიძლება ერთი და იგივე ადამიანი იყოს მამაც და შვილიც ერთდროულად? თუ ის ვაჟია, ის უნდა იყოს ვინმე შვილი, რომლისგანაც ის იშვა. მაგრამ თუ ის მამა, მას არ შეუძლია საკუთარი თავის დაბადება. თავის მხრივ რაღაც ძეს არ გაუხსნა, ის მამამ გააჩინა. რა გიჟები არიან ადამიანები, თავიანთვის არის მოსჯელობით. ხედავთ ესე იგი ეპიფანე კვიპრელიც კი ადასტურებს რომ რაღაც გაგებით ძეს საკუთარი თავი არ გაუჩნდა. ანუ თუ მამაში ძეც იგულისხმება, ხო ხდებით რა? ამიტომ ის მამამ გააჩინა და არა საკუთარი თავი გააჩინა ძის სახით. იმიტომ რომ ძეს არ შეუძლია მამის გაჩენა და ვერც საკუთარ თავს ვერ გააჩენდა, ხო? რო იძახიან, სულ ყავდაო იესო მამას ზეცაში.
ეს არის მეგობრებო ავადმყოფური აზროვნება რა. ბევრია სხვათა შორის ძალიან სამწუხაროა. ამ კვირაში გადამღალეს ძალიან. ერთი 5 კაცი შემომივიდა, შემომიგზავნეს და ყველა საკადრისი პასუხები გავეცი. ეს ავადმყოფები ესენი რა. რამე მაინც წაიკითხონ, დამთავრებულიც არ აქვს, გამიგე ესე ასწავლეს. აი რა პრობლემაა, როცა ენდობით სასულიერო პირებს, მეგობრებო, სასულიერო პირები ეგენი არის კალვინისტური ერეტიკული სწავლებაზე გაზრდილები. ჯერ ერთი იქ რო წერია კიდე დედა ეკლესია კალვინისტური მოძღვრება არის. აი ის ამბობდა თურმე მაგას. რომ ვინც ღმერთს მამას აღიარებს, ეკლესიას დედათ უნდა მიიჩნევდეს. ვინაიდან ხსნა ეკლესიის გარეშე არ არსებობს და როგორც წესი ვისაც ეკლესიის თანაზრისობა არ აქვს, ხსნასაც ვერ ეწევა. ეს არის ჟან კალვინის მოძღვრება. ამა არაფერი საერთო არა ქრისტიანობასთან და მართლმადიდებლობასთან. ჟან კალვინი ქრისტიანული რელიგიის ინსტიტუცია, წიგნი მეოთხე თავი პირველი მუხლი. აი ვისი მოძღვრებით გიჭედებენ თავს სასულიერო პირები. ჟან კალვინისტური მოძღვრებით, რომელიც იყო მწვალებელი ერეტიკოსი. და მაგ ადამიანმა ძალიან ბევრი დაწვა კიდევაც, ვინც სიმართლეს ეუბნებოდა და ამხილა კალვინი ერეში. ნუ მოკლედ ჩვენ გავშიფრეთ, რომ მამა და შვილი ერთდროულად ვერანაირად ვერ იქნება ერთი და იგივე და ერთი, იმიტომ რომ მამას არ შეუძლია საკუთარი თავი შუას ძის სახით. ასევე იცის თუ არა ძემ წინასწარ მამა რა საქმეს უჩვენებს, თუ კი იცის, მაშინ უკვე შექმნილი ჩვენება რაღაც საჭიროა იქნებოდა მისთვის. ანუ თუ მამის მიერ შექმნილში ავტომატურად ძეც შედის, როგორც ესენი ამბობენ, რომ თანამარადეულად და განუყოფელად არის ძე მამაში და მარადეულად მამა მარადძე მამასთან ერთად ძე სულიყო, მაშინ უკვე შექმნილს როგორ გაუჩვენებს მას. თუ კი ავტომატურად მამის მიერ შექმნილი მიეწერება ძესაც და ერთად ქმნიან. რა საჭიროა იქნებოდა ძისთვის რამის ჩვენება, თუ კი მყისიერად და თანამარადეულად მასთან ერთად შექმნა, ხო? იხილეთ ივანეს სახალების 5:20-ში ამბობს კიდევ, მამა მეცსაც უჩვენებს თქვენ და გასაოცრად. ესე იგი არის რაღაც ახალი საქმე, რომელსაც მამა უჩვენებს და ძემ ჯერ კიდევ არ იცის. რადგანაც შენ ღებულობ რამეს ვინმესგან, როგორც იესო ამბობს, ხო, კაცის ძესაც მისცა ხელმწიფება სიმართლის ქმნისაო. ივანეს სახარებაში წერია. გამოდის რომ სავსებით არ ნიშნავს იმას, რომ ვისგანაც ღებულობ ხარ იმისი სწორი. მე რომ რაღაცა მომცე, ის რაც შენ გაგაჩნია, მე არანაირად არ ვარ შენი სწორი, მაგრამ მოცემული რაც შენ მომეცი, არანაირად არ განსხვავდება იმისგან, რაც შენ გქონდა. რა თქმა უნდა, არაფრით არ განსხვავდება, რაც მამას აქვს, ის ძესაც მისცა. რაც ძეს აქვს, იგივე აქვს მამას, იმიტომ შენი ყოველივე ჩემია და ჩემი შენია. აქ განსხვავება არ არის, არ უნდა დავაშოროთ მამა და ძე ერთმანეთს, მაგრამ ის რომ მამისაგან იღებს ძე, ესეც არ უნდა დავკარგოთ და უნდა ვთქვათ, რომ ამის გამო ის ვერანაირად ვერ იქნება მისი სწორი. იმიტომ რომ მიღებული აქვს და მამა შეუძლია წაართვას, იქ ენოქის წიგნი მაგითო გააქრეს გამიგე ბიბლიიდან და მე აღვადგინე, ასე ვთქვათ, მე ვარ ინიციატორი მაგ წიგნის აღდგენის. იქ წერია პირდაპირ, რომ 62 თავში უზენაეს დაფარავ კაციზე თავისი ძალაუფლებისაგან. და მე რაღაცნაირად 90 სამუნია თუ ავსტები, ხო? 90 სამუნში წერია ასეთი რაღაც. ნახეთ, კვერთხს შენი ძალისას გამოგიგზავნის უზენაესის სიონიდან. მოიცა ზუსტად ნახო. დამელოდეთ. აი 190 კი არ არის, 100 სამონი არის შემეშალა. ქართულად 109 სამონი არის და ებრაულად 101 წინ არის ებრაულში. აი ეს არის მეგობრებო მეორე მუხლი დავითის ფსალმუნი 109 ფსალმუნი. უთხრა იაქვემ ჩემს მეუფეს იჯექი ჩემს მარჯვნივ ვიდრე დავანარცხებდე შენს მტრებს შენს ფეხთა სადგამად. კვერთხს შენი ძალისას გამოგიგზავნეს იაქვე უფალი სიონიდან იბატონე შენს მტერთა შორის. ანუ დავითი ეუბნება ქრისტეს. ეს მთლიანი ფსალმუნი დავითის 101 ფსალმუნი არის ქრისტეზე. უზენაესის და მის ცხებულზე, ცაბაოთ უფალზე და იესო ქრისტეს. ქრისტე თვითონ სიტყვა ბერძნული სიტყვა ნიშნავს ცხებულს. ანუ ესე იგი ნახე რა ხდება. მე თუ ვინმესგან რამეს ვიღებ, მას ხვდები დამოკიდებული. მას შეუძლია დამფაროს ამ ძალაუფლებისგან, შეუძლია მომცეს ეს ძალაუფლება. ნებისმიერ რამე, თუნდაც 30 მიტევების, თუნდაც კუთარ აღდგომის, თუნდაც კვეთით აღდგომის, ყველაფერს
Tro Iesum amobs me შემიძლია დავდო სულიო და კლავმიდებურად დავიბრუნო ეს ცნება მამა ჩემისგან მიმიღიაო. ანუ იესოს ჰქონდა ძალაუფლება, როგორც ესაიას 53 თავის მე-10 მოხში წერია. მე-11 მოხში. უზენაესის ძალაო მისი ხელი წარიმართება დედამიწაზეო. ასე რომ იესო ქრისტე თვითონ ადასტურებს ზეციდანო ჩემი ნების შესრულებით არ ჩამოსულა, რომ ის ბოლომდე მამის ერთგული იყო და ბოლომდე მამის ნებელობა აღასრულა დედამიწაზე და ნებელობაში არ განსხვავდებიან და ნებელობით ერთი ღმერთი არისო. ეს არის სისულელი მეგობრებო. უზენაესის მსახური თუ ეწოდება ქრისტეს როგორ არის სწორი მიღებული აქვს მას ძალაუფლება ზეცაში ძალაუფლება რო ეუბნებიან კიდე აი ფარისევლები რო დაძდევენ ვითხარიო რა ძალაუფლებით აკეთებ ამასო ან ვინ მოგცა შენ ამის ნებავ რო ხალხს მიუტევებო და ეს ეთქვის რომ მეც გეტყვით ერთ რაღაცას და თქვენც მიპასუხეთო იონათის ცემლის შობაო ზეციდან იყო იონათის ცემლის ნათლობაო ზეციდან იყო თუ კაცთაგან და დაიბნევიან რო თუ იტყოდნენ კაცთაგანო ხალხი ჩაქოლავდა იმიტომ რომ იცოდნენ რომ იონათის ცემელი ზეციდან იყო დადგენილი. და სხვათაშორის იოანე ნათლისმცემლის მოწმობა არის ძალიან საინტერესო ქრისტეზე, როდესაც ეონებიან იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები რომ აგერო შენ რომ მონათლეო იესო დგასო ეხავ და ხახსო ნათლავსო სიტყვითო რა ქადაგებსო და ნათლავსო და აუგზავნოთ და ეს იოანე ეტყვის რომ ვერავინ ვერაფერს ვერ მიიღებს დედამიწაზეო თუ უზენაესისგან არ აქვს კურთხევა მიღებული. იესოს მაგასამოს კაცო მე რო ჩემს თავზე მოწმობდა ჩემი მოწმობა ჭეშმარიტი არ არის როგორც ადამიანი მაგრამ ჩემზე მოწმობს მამაო ვიზეს თქვენ ამბობთ რომ ჩვენი ღმერთი არის აი ესეთი კითხვა შედება კიდე თუ ქრისტე თვითონაა ღმერთი ხო უზენაესი მაშინ როგორ შეიძლება ის ეკუთვნოდეს ღმერთს და იყოს ღვთის ისევე როგორც ჩვენ ვართ ქრისტესთან იხილეთ კორინთელების 1 კორინთელების 3:23 ან ერთი კითხვა შედება კიდე მისატაცებელი რამედ რატო უნდა ჩაეთვალა იესოს ღვთის თანასწორად ყოფნა თუ ისედაც იყო ის თანასწორი რატო უნდა ეფიქრა ქრისტეს რომ აი მისატაცებელი აქვს რაღაცა თანასწორობა და თანასწორობა მისატაცებელი რამედ ჩაეთვალა თუ ის ისედაც ფლობდა თავის თავში თანასწორობას ხო ხდებით ანუ თანასწორი უკვე აშორებს ხო არის ვიღაც სხვა ვის მიმართაც ხარ თანასწორი ანუ თანასწორი უკვე სიტყვა ნიშნავს რომ ხარ მეორე რაღაცაში და არა პირველი. თუ იესო კიდე უფალი არის, ხო? ოიძახიანესო, ჩვენი უფალი. კაი, გასაგებია უფალი, მაგრამ გამოცხადებაში რო წერია უფლისა და მისი ქრისტესიო. უფალს ქრისტე ყავს. აი, რას ქვია მისი ქრისტესი? უფლისა და მისი ქრისტესი. გამოცხადების 11 თავის 15 მუხლი ნახეთ. მისი ქრისტესი რას ქვია? ანუ ქრისტე სხვა არის და უფალი სხვა არის? თუ იქაც დაყოფაა, დაჩეხვა, კაცი არის და სხვა არის, ხო? ასე რომ მეგობრებო მე თუ ვინმეზე ვარ დამოკიდებული ვერასდროს ვერ ვიქნებ იმის სწორი ვისგანაც ვხებულობ რამეს ასევე ქრისტეც თუ იძახი რომ ქრისტე მამა არაა მაშინ იესო მასთან გატოლებით ვინ გამოყავს კაცო როგორ შეიძლება მსახური იყოს თვითონ ის ვისაც ემსახურება ესაიას 53:10 ხო მსახური მართალი მსახური უზენაესი იესო ან და მიმღები იყოს თვითონ ის ვის გასცემს მისაღებს იხილეთ მათეს 11:27 იოანეს 5:35 ან საერთოდ რა პრობლემას ხედავდნენ იუდეველები იმაში რომ ქრისტე ღმერთს მამას უწოდებდა არ აქონდა უფლება იესოს რომ უზენაესის მამა ეწოდებინა აი ხო ხვდებით რომ უკვე წინააღმდეგობაში მოდის მთელი ახალი აღთქმის წერილები ძველ აღთქმასთან მით უმეტეს ვსამულებთ იხლეთ იოანეს 5:19 ასე უნება ქრისტე ამაკი ამით ეხა რა კომენტარები წავედი მეგობრებო დროებით თქვენიცით